სამშობლო მე და ჩემი და ვიჯექით და ვუყურებდით და ჩემი როგორ თავდა. რაღაცა გაწყობა. კი, იმიტომ რომ აი ჩვენ უბრალოდ რა საჭმელს სწერდება შენ სახალწელთან აი რაღაცა. გოზინაყი და ჯურჯხელა. მართლა? რანაირი ქალია? ანუ ზუსტად ორჯერ ბუმ ბუმ. მე მონადირების ოჯახში ვარ დაბადებული ხომ მეტყობა. ბიჭი თემე კი. ზედ ვიდექი ისე გამამწარა. ისე რო აკეთებს აი იგი პასპორტ კონტროლზე ბიჭი ვიდექით 2 საათ ნახევარი. თაკოს გამო. თაკოს გამო. მითხარი წყნარად ხო სოფლიდან ვარ ჩამოსული. რო ჩამოვედი, ვიცახდი რომ მე პირველ ადგილზე გავედი მეთქი კონკურსის მე მგონი საერთოდ არ იყო ეგ. მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო და მსმენელებო, ეთერშია პოდკასტი ეკლექტიკას საახალწლო ეპიზოდი. ამ წელს პირველი და თან ბოლოც იმ წლის. სულ არ იყო საბარია. სამშობლო მე მიყვარს ახალი წელი ლევან. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ბევრს შეიძლება კრინჯობად ითვლება. კიდევ ჩემი საახალწლო გამოცდილება მოგიყვე. რასთან დაკავშირებით? ახალი წელი იყო ჩემი ყოველთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაული, მაგრამ სანამ ახალი წლის ღამეს ჩემმა იმ დროისთვის მოქმედმა შეყვარებულმა თავის ყოფილი თავზე არ დამაიმას მიქნა. აი მე მგონა იმას იტყოდი ბასიანში რო არ შეგიშვეს ახალი წლის ღამეს. ანუ რატომ მიყვარს საერთოდ ახალი წელი ხალხო ბასიანზე შევდიოდი როგორ იცით აი ფლოსტებით. და ახალი წლის ღამეს მივდივარ მთელი ჩემი სამეგობრო არის იქ ყვები დაახლოებით 8-9 წლის წინანდ ამბავს და მე პირადობა არ მაქვს იმიტომ რომ არასდროს არ მაქვს ხა დაცვა მცნობს face control მცნობს და მივდივარ რა და ფოტო მაქვს პირადობის ტელეფონში და საკმარისია ანუ ხო არ გავაყალბებ ხა გავარ ეგეთ ადამიანს რომ რამეს ვაფალსიფიცირებ და ან ფაქტებს და ან იმას რა პირადობის მოწმობებს და ძალიან ბევრი ხალხია და დღეს კაცრი კონტროლი გვაქვს პირადობის გარეშე ვერ შეგეშვებთ და მაშინ მქონდა მხოლოდ 30 ლარი რომელიც უკანა გზაზე ტაქსიში გამოვიყენე. დღეს ბევრი გაქვს. დღეს უბრალოდ უკვე მეგობრები მყავს, რომლებიც დათხოვდნენ, დაწრულშვილდნენ, დაოჯახდნენ და მათ სამში შემეძლია მისვა. ოჯახი შეხვდებით ახალ წელს კბილად და ბედნიერად. თქვენ სახვდებით ახალ წელს. სახვდებით რა იყო? ჯერ რა? სახვდებით. ვინ თქვა? მე. ჯერ სახლში და მე ნახოთ. ხო, სუეგრეა. ისე მე რაღაც პერიოდი ძალიან დებილი ბავშვი რო ვიყავი. აი სახლში როგორ ხდებოდი, ისე ვითომ არაფერი არ ხდება რა და აი რა მოხდა ახალი წელია და ხვალიდან ახალი ცხოვრება არაფერი არ იწყება თუ რაღაცა და აი პიჟამოებში და ეხლა და რამე ფილმს ვუყურებ და დებილი რო ვიყავი მართლა წადი გაერთე ეხლა რო სახლში ვიყო და ჩვენი ალბათ გავიშვები. მე მაძინებდნენ ხალხო, მეორე დღეს იყო ჩემი ახალი წელი. ეხლა იქ პატარა რო იყავ, მე ფიზიკურად ვერ ვძლებდი 12 საათამდე. მეცინებოდა ბავშვობაში. მაიძულებდნენ და ის არის რა ქვია, თან დარწმუნებული იყავი ძალიან ბევრი წლის მერე გავიგე რომ ახალი წელი ყოფილა 1 იანვარი, სულ მეგონა 31 დეკემბერი. და დიდიდანვე ხალხს ეს ვერ გაითვალისწინე რომ 12-ს რო გადაცდება მე ხდება ეგ ყველაფერი. ამ მიზეხზე 4-5 წელს ასაკში და გვიან გამომეტყდნენ და დაინგრა ჩემი ახალი წელი მან დაინგრა, სხვის შეიძლება მაშინ დაინგრა როცა თოვლის ბაბუაზე სიმართლე გაიგო, მაგრამ არა მე მახსოვს რომ მე ვერასდროს ვერ ანუ ფიზიკურად მეძინებოდა 12 საათამდე და ვერ ხვდებოდი ახალ წელს როცა ძალიან პატარა ვიყავი და ჩემი და რომელიც მაგ პერიოდში იყო ჯიუტი ადამიანი გადაწყვიტა რომ უნდა დავრჩეო რა 12 საათამდე უნდა შევხვდი ახალ წელსო მე რა თქმა უნდა წავედი დავიძინე იმიტომ რომ რა მეძინებოდა ჩემი და რომელიც არის იმდენად პატარა რომ წარმოიდგინეთ აი სავარძელზე თუ ტახტზე ეგრეთ წოდებულზე აქვს კამი თავის პატარა სკამი ზედ აქვს ზედ უდევს ტახტზე და ზედ ზის და იქიდან გადმოვარდა ან ჩაიძინა ბავშვს მაგრამ იმდენად ჯიუტი იყო მარი მეც არ ვთქვი რა ჭირს თქო იქ მახსოვს ძალიან კარგად ბრახუნზე გამეყვიდა მე ვაუ ასე რომ რა მაგრამ ახალი წელი მიყვარდა ჩემი ტრადიცია არ ვიცი მაგრამ თუ ესე იყო რომ სახლში რო ხვდებოდი ხოლმე მე ჩემს ბიძაშვილთან ავდიოდით და რაღაცა ბევრნი ვიყავით და ერთმანეთს რო უცავდით და რაღაცა კარგი იყო რა ან მეზობელთან გავდიოდი მეკლებიყავი რომ სანიმუშო ბავშვი ვიყავი ყოველთვის. ხო, ახალი წელი მეც ყოველთვის მიყვარდა და თან გასთვალისწინებელია რომ ბუნებრივად გვყარებოდა, იმიტომ რომ მაინც ესე დღესასწაულია რომ ბავშვობიდან მოგსდგავს როგორც ყაველა იყო და აი ბავშვობიდან რომ მომსდგავს ალბათ მაგიტო და საჩუქრების გამოც, იმიტომ რომ ვიცოდი რომ დავიზინებდი, მე რო გავიღვიძებდი, საჩუქარი დამხვდებოდა. და თან ერთი არა, იმიტომ რომ ბებია ჩემთან უნდა წავსულიყავი მეორე დღეს და იქ უეჭველი კიდევ მეორე საჩუქარი დამხვდებოდა და ამიტომ მაგარი იყო რა. თოვლის ბაბუს ელოდებოდი. ფიზიკურად? ხო, რო გამოგეჭირა. არა.
მე პატივს ვცემდი მის გადაწყვეტილებას, რომ სიკეთე ეკეთებინა ესე უანგაროდ და ჩუმად. მე არა. მაგრამ 4 წელს დღიდან ვიყავი იყავი. ჩემ რომ მითხრა რაღაც დრო შენი თოვლის პაპუას წერილია, ეგ ხო არ არსებობსო და დამანგრია. არა, მე როგორ იმიტომ რომ თუ წერდი ის მაინც არ მქონდა, იმიტომ რომ ფიზიკური შესაძლებლობა არ იყო მარტო ხელ დედას რომ ამდენ რამე ეკეთებინა და შულოთავი ამანებენ. რაზეც მოგიდა დაკმაყოფილდი იყო. მე საერთოდ არ მახსოვს რას ვუწერდი, რაც უნდა და ყოველთვის ის მქონდა და კონკრეტული საჩუქარი ხარ ვარ მოვიტყვა არ მახსოვს მართლა რაღაც კონკრეტული, მაგრამ აი მახსოვს რომ ერთხელ კარადა გამოვაღე და ნახე საჩუქრის შეფუთვა რა. და დავხურე კარადა და ეს კარადა ისე დამალულ ადგილს კი არ იყო, უბრალოდ აი თითქოს მორჩეშვილო გეყოფა. მიხვდი რომ ეს ის არ არის რაზო ჩემ ფიქრო. და რამდენი წლის ხარ ამ დროს? უკვე დიდი ვიყავ სკოლაში დავდიოდი და და გჯეროდა არა ხო? ჯერება არ ჯეროდა, მაგრამ თავს სკოლაში გებე როგორ წესი, უბრალოდ ჩემი იყო მტარვალი, გრინჩი და აუ სოციალს ერთხელ მახსოვს რომ აი ხო არის აი 3 წლის განსხვავება ეხლა რაც აქ შეწვართ არაფერი არ არის მაგრამ აი რაღაც პერიოდები ხო არის ბავშვობაში რომ შენ რო 7-ის ხარ და ვიღაც რო 4-ის არიან აი შენ რო 10-ის ხარ აი რაღაც ეგეთი განსხვავება როცა არსებობდა ჩემს და ჩემს ბიძაშვილს შორის მახსოვს რომ ერთხელ ძალიან ვიჩხუბეთ რაზე თვითონ თბილისში არ შეხვდა იმ წელს ახალ წელს კახეთში შეხვდა თავის სხვა ნათესავებთან ერთად და რო ჩამოვიდა მიმტკიცებდა რომ მარხილით დავინახე თოვლის ბობო ცაზეო და აი უბრალოდ არ ვიცი რა დაინახან, როგორ დააჯერეს, პატარა იყო, მეც პატარა ვიყავი, მაგრამ ისე ვიჩხუბეთ, რომ არ არსებობს თუ არსებობს თუ არ არსებობს, რომ და ის უფროსია ხო? არა, პატარა. მე ან რატო ჩავაჯინდი, რომ არა, ანუ არ არსებობს თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ აი ისეთ აბსურდს მიყვებოდა, რომ გავბრაზდი. აი რა გაბრაზებაა ბავშვჯერა, რომ დაინახა მარხელით თოვლის ბაბუა. ეთყობა სანტა კლაუსი იყო, თორე თოვლის ბაბუა ჩვენი რითი დადის, ნაბდით და რაღაცებით. ჩვენ თოვლის ბაბუა უფრო ხარებში შეგვიძლია. ურემი. აი, საქართველოს თოვლის ბაბუა რო ჩამოიყვანა მიშამ სვანეთი და რატო იყო გოროზი? სვანი იყო და მაგიტო ხალხო დააბანაკა ვაკეში. ეთნოგრაფიული მუზეუმი სვანურ კოშკთან და არ ვიცი ხა ვინ ხართ მათ ნამყოფ, მაგრამ ურთულესი ასასვლელია. ჩემესტი იმიტომ რომ ბევრი ხალხი არ ასულიყო, ანუ არ ვიცი. მე მთაწმინდის პარკშიც მახსოვს ხონდრავად რატომ რაღაც არ ვიცი. შეიძლება იმათ ეხო კერძო ბიზნესი იყო ყოველთვის და ეთყობა თავიანთი ყავდათ. შეიძლება, მაგრამ მახსოვს რომ აი სანტა კლაუსი ხო რაღაცა წითლებში ჩაცმული რაღაცა სანტა კლაუსი იყო და ის რა ქვია სვანურ კოშკი იყო თოვლის პაპა. აუ არ ვიცი, მაგრამ აი საყვარელი საერთოდ არ იყო რაღაცა ოჰო. დეჩას მივყავდი ხალხო და ვტიროდი არ მინდა თქო, ანუ მართლა მეშინო და ზოგადად წვერებიანი კაცების უმეშინო და არ ვიცი რატო. და ის არის რა ქვია, არ საერთოდ შეთავაზებები კარფურისგან. ტივიზის ოფერი იყო. ხო და დეჩას მივყავდი ძალით ამ სვანურ კოშკში და გადავფარჩხე ფეხები, მეთქი რა მინდა არ მინდა თქო თან ის არ მომწონდა რაღაცნაირად რომ სვანურ კოშკში იყო მე წარმომედგინე რომ რაღაცა ისეთ ფანი ადგილზე უნდა ყოფილიყო და იქ მისასვლელად უნდა გაიარო ჯუმანჯი და სამის რა ქვია არა ხო აი Hunger Games-ის მოედანი მაგარი უცნაური საქართველოს აი ნაბადი ხო რისთვის არის ნაბადი აი ნაბადია თუ ლაბადა ლაბადა არა ის კიდე ლაბადა ან ნაბადია რომელშიც რა ვიცი ესე ვიცოდი რომ ხალებს იტაძებდნენ იმაში ახოვდნენ და რაღაცებთან უცებ თოვლის ბაბუას ხედავ რომ ანუ არ ვიცი რატო ქართული თოვლის ბაბუა რაღაც ვერ ეგ კარგად იყოს ისე ნაძვის ხეს მორთვა გიყვარს არა შენ მე არ მიყვარს ზოგადად ნაძვის ხე მგონია რომ ძალიან ექსტრა აი როგორ აი ვერ გიხსნი რა აი მოლებში და ეგეთ ადგილებში რომ ხდება მომწონს მაგრამ აი სახლში ჩემი სახლი ხო ძალიან პატარაა და აი ნაძვის ხე მხოლოდ ადგილზე ყავებს რომ მეზარ მე მაქვს ულამაზესი ნაძვის ხე მე არ მომირთავს რა თქმა უნდა რა ვაპირებდი მაგრამ ისე დიდხანს გაგრძელდა მარტო იმ ნატურების დახვევა რომ დამეწინა და ჩემი და დილის 5 საათამდე აკეთებდა ამ ყველაფერს ერთი წუთი ამ ეპიზოდს ხო პირველში ნახავდი და ხალხს არ მეგულოცავს ხალხო გილოცავთ ხვავი ბარაკა ჯანმრთელობა გახარება ორსულად მენახეთ აი ძალიან მეყვარხართ ყველაფერი თქვენზე დამოკიდებული როგორ იქნება 2026 წელი. ოჰ, თაკო კოუჩივით. დავით კოუჩაიშვილი გაიჩნდა 2025 წელი ჩემზე არ იყო დამოკიდებული როგორ იქნებოდა. არც შემდეგი წელი არ იქნება სავარაუდოდ დამოკიდებული მხოლოდ ჩემზე და საერთოდ არც წელი არ არის ეკრანი. როცა მაგრამ მე დამოკიდებული ძლიერი ქალი ვარ და გილოცავთ. ნაძვის ხის მორთვას რა შეეხება, მე პირადად ნაძვის ხე ხოდია და არ მიყვარს სახლში, მაგრამ ბავშვობაში არ გიყვარდა, მე ბავშვობაში მიყვარდა. ბავშვობაში არ მართვევინებდა და ჩემი. აი ზუსტად. იმიტომ რომ ვერ ვიზებდი ისე როგორც საჭიროა და ეხლა ჩემი და ის 16 წლის ნაძვის ხე იტკბება ჩემს ოთახში, ამიტომ ვიღებ სრულ ოკუპაციას.
და სრულ ლეგიტიმაციას, რომ მხოლოდ მე ვrtav, ანუ არ ვაკარებ არავის. ოღონდ თუ ამოიტანეს სარდაფიდან და გაწმინდეს ის სათამაშოები და რაღაც თორე მე არ ამოვიტან არასდროს, მაგრამ თუ ამოიტანეს და იწვალეს და ხეხეს და წმინდეს, მე აუცილებლად მე უნდა ავაწყო, იმიტომ რომ სხვა ვერ აწყობს. აი ბავშვობაში მახსოვს, რომ ნაძვისხის მორთვა რას გულისხმობდა. მინდა ჩემი და ვიჯექით და ვუყურებდი დედა ჩემი როგორ თავდა. რაღაცა გაწყობა. კი, იმიტომ რომ აი ჩვენ უბრალოდ აი ეს წვიმა ვიღო თუ ეს წვიმა. ჩვენ ვიტყოდით ეს ის იმას აიღებდა რაც უნდოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს ძველი სათამაშოები ხო ყველა მინის იყო და მარტივად წყდებოდა და ცოტა კი პატარა ბავშვის საშიში იყო რომ გაიტეხა და ზედ 8 წელი იყო, მაგრამ ნუ მაინც ყველაფერი ისე იყო, ანუ ეგეც მახსოვს რომ მოგვირთავს და მე დილით სხვანაირი დამხვედრე. ეგეც რო არ ეს არა. მაგრამ ისე დაასახალწო გაწყობა იყო. ჩემთან მეც მიქნია რომ მომირთავს და მეორე დღეს ხვანაირი დამხვდრე ჩემი ეგეთია ზოგადად აი საწოლს რა ვალაგებ მე თავიდან ალაგებს იმიტომ რომ არ მოწოს და ამიტომ აღარ ვალაგებ და ნუ ნაძვის ხეზე ეხა პირიქით ხდება ეგ ჩემთვის არ ვსწორ დაბითია ბოდიში დაო ვიცი რომ შეწკიდა მაგრამ არ შეგეძლია ჩემ რაირად ის შემეძლო რომ სულ გამეკეთებინა ჩვენ დროს ბავშვები როცა ვიყავით და არაფერი სათამაშოები არ იყო და შე შემთხვევაში ჩვენ თუ რო ქმნიდით ქაღალდისგან რაღაც ჯაჭვები რო კეთდებოდა უგრძე სიღებოდა ანუ რამხელა ჯაჭვები ან რისთვის მქონდა და ჩემ მაგასაც მიგზავნოთ მე რასაშენი დედა გამოჩნდა მაგრამ არის ეგეც დედა არ ყოფილა მართლა მაგრამ ფიფქებს არ მაჭრევინებდა რომ ფანჯაზე მიმეკრო აუ არა მე კი ვერი ტანდა მაგებს მაჭრევინებდა და მაგებს ვაკეთებდი ვერი ტანდა მეც არ მომწოს რა ანუ ბავშვებს მეტი არაფერი არ იყო მართლა ხო და წვიმებს ვერი ტანდა კი და მეც არ მოყვარს წვიმები წვიმები ჩვენ დროს როგორ წვიმებიც იყო იშლებოდა იყრებოდა ძირს ეყარე ყველაფერი ეხლა რანაირი წვიმაც მაქვს რომელსაც არ ხმარობ ხოდაშორის ნაძვის ხეზე უბრალოდ ძირში თუ დადებ ხო ყველაფერი იკარგება მე წელს ახალი ტრენდი მოვიგონე რომელიც ჯერ არავის არ უქნია მართალია 29 და ჯერ რამე წყვია და ამას თქვენ პირველში ნახავთ და იმედი აწყობილი იქნება მაგრამ ვიყიდე მეტრანახევრიანი ნაძვის ხისთვის 70 მეტრიანი განათება რომ მარტო განათები დავახვიო და არ მინდოდა მეტი არაფერი მაგრამ ულამაზესი პეროები მაქვს ბუმბულები ანუ ძალიან გრძელ ღერძი არის ულამაზეს ბუმბულები და გადაწყვეტო წელს ბუმბულებით და განათებით მორთო და არც ერთი სათამაშო არ ეკეთოს. ჩემი არის ზუსტად ეგეთი დიდი ანუ მთელს ნაძვის ხეზე არის დახვეული განათებები, წვრილი განათებები. და ანუ ბევრი სათამაშო არ არის, მარტო ახლებია წელს რაც ვიყიდეთ და ისეთი რა, ერთმანეთ მინის არის ყველა და სხვა ფორმები აქვს რაღაცა ნამცხვარი, ფეხსაცმლის, აი რაღაც კონკრეტულები რა და არა ისეთი ერთნაირი ბურთები და რაღაც. მე მაქვს 2 წელია ვარდისფერი სათამაშოები მხოლოდ და ეგეც მომბესდა და ამიტომ აი მე ნამცხვარიო და რა საჭმელი ასოცირდება შენს ახალ წელთან აი რაღაცა. გოზინაყი და ჯურჯხელა. მართლა? რანაირი ქალია? აბა რა უნდა იყოს? საცივი? რა თქმა უნდა საცივი, შემწვარი გოჭი, რომელზეც ხალხო გიჟდები, მაპატიეთ ვეგეტარიანელებმა, ვიცი რომ ეს ძალიან კარგი მისებაც მაგალითი არ არის, მაგრამ გოჭი კრატუნაკანის ღმერთო. ხო, მაგრამ ინახ გოჭის ჭამა სხვადასხვა ხო. არა, არ შეგიძლია თაკო, არ შეგიძლია. მაშინ იყიდო და შეეცვა. სუფრა სხვა არის, მაშინ და იყიდო გოჭი და შეუკვეთო, მაგრამ თელი წელი ვსტილობროსაც წავიდე და ერთადერთი რესტორანი არის არ დავასახელებ ხა რომელიც მდებარეობს ღვინის ქარხანაში. უბრალოდ ეს გოჭი უწყვეთ A-large-ზე და A-large არ მიყვარს და რძის გემო მოყვება. ხო და გოჭი არის შოვება ეს რესტორნებში. რესტორნებში არ ვიცი, მაგრამ გოჭი რო გინდოდეს, უნდა იყიდო მთლიანი და შეეცვა. ხო, და რა პრობლემაა. მე 250 ლარი ეგ შემოკარგო ერთი გოჭი. ხო, გოზინაყი ასოცირდება, აი, მარტო ახალწელთან. თუმცა მე თაფლი არ მეყვარს და ერთადერთი კონდიცია რაშიც მაგას ვჭამ არის გოზინაყი და ბებიაჩემი ზაფხულშიც მეკეთებდა. მე გოზინაყი არ მეყვარს დიდად. მხოლოდ ნუშის და ნიგზის თხილისას ვერ ვიტან. და არ მიყვარს ასევე ჩურჩხელაში თხილი, იმიტომ რომ ეგ ჩურჩხელა ეგ არ არის, ეგ არის. აუ, ეგ არის შორის თან, ხო, ჯანჯუხა. თხილი თუ ნიგოზი. ნიგოზი რა თქმა უნდა და ბადები უნდა იყოს საფერავი სხვა. ბავშვობაში მეც ვიტყოდი რომ თხილის, მაგრამ რო ჭუაში რო ჩავარდი აუცილებლად ნიგოზის. იმიტომ რომ ჩურჩხელა ეგ არის და იმას ქვია ჯანჯუხა, გურული. გურული ჩურჩხელა ხო, რომელიც მე არ მეყვარს, იმიტომ. რამე სახალწო ტრადიცია ქონდა აი მეკულე მე უნდა ყოფილიყავი აუცილებლად. ბატონ. ჩემი დრო დაიბადა და პირველ წელს მე 12 წელს ვიყავი რომ გადაწყვეტეს რომ ეს ბავშვი შემოიტორტმანებინათ. ეს იყო იმ ხელ ტრამვაი ჩემთვის რომ ჩემ თავარი სახელმწიფო ფუნქცია მოიშალა. სამყარო დამენგრა, ანუ ძალიან ჯერ. შენ დრო დაიბადა, შენ აღარ იყავი მეკულე და ის. და მე მეც დაბუღმილზე ჩემი დრო გახდა 10 წლის თუ 12 წლის რამხელს მე ვიყავი ძაღლი ავიყვანე და იმის მერე ძაღლი შემყავს ხოლმე. ვისკიში ძაღლი. მაგიტო არ წესე. ხო, ისე მეკულების ტრადიცია. მე ვყოფილვარ მეკულე მეგობრებო. მე ვცხოვრობ კერძო საშტეს უნაცავები ცხოვრობენ გარშემო, მეგრე წოდებულ იტალიურ ეზოში და 3 ოჯახში ვიყავი და იმ წელს 3-ვეს ვიღაც დაეღუპა.
ანუ ვაიმე. ბიძა ჩემი დიდი ბებია და კიდე ვიღაც. მე ვიყავი, რაც მახსოვს იყო, საშენ რომ მეკულე ვარ, სანამ მოვედი, ფეხი მომაჭერით არ შევუმადგმევინოთ. თამარი და ქეთევანი ის გამახსენდა სანდრო რომ მიადგა და კარს რო აღებთ. მე ვიყავი ერთხელ ჩემი მეზობლის მეკულე შემთხვევით, შემთხვევით აღმოჩნდი მეკულე და იმდენად კარგი წელი ჰქონდათ, როგორც ჩანს, რომ მეორე წელს დამპატიჟეს უკვე მეკულე და თავში რო გსვავენ და პირველი ამბოს გადაუღეთ და რაღაც. როგორ შეიფერებდი? არა, ძალიან მორიდებული მოაში ვიყავი მე. შესაძლოა ვიყავი ველური. არა, მეც არ ვიყავ ველური, ძალიან მორიდებული ვიყავ, უბრალოდ თუ გავშინაურდებოდი. მე მიყვარდა სახალწლო ზეიმები. აღონდა აი სკოლაში და რაღაც კი არა, აი სახალწლოს რაღაც სპექტაკლები და წარმოდგენები და რაღაცები ხო იყვნენ სამსახურში ეგრეთ წოდებული კორპორატიულები ბავშვებისთვის. აი ეგეთი რაღაცები მიყვარდა, იქ და საჩუქრებით მოვდიოდი ხოლმე. შენ რა? ოკეი. მაგრამ აი საჩუქარში, აი რო ვიხსენებ რა შეიძლება იყოს, რაც თოვლის ბაბა მომიტანა, ანუ არაფერი არ მახსენდება მანდარინის გარდა. ყველა საჩუქარში იყო ერთი ძალი მანდარინი. რაღაცნაირ კამპეტთან ერთად, აი ეული. არისო ეგრე? სკოლის ზეიმზე ერთი ძალი მანდარინი, ბაღის ზეიმზე ერთი ძალი მანდარინი, სადღაც თეატრში მიდღარი ხურმის ჭირი. რომელიც მეზიზღება. რა ფენომენი იყო არ ვიცი, მაგრამ მე ეგეთ ზეიმები არ მახსოვს, იმიტომ რომ აი სკოლის ზეიმები იყო, მაგრამ რაღაც ცუდი მეხსიერება მაქვს და ბავშვობაში დიდად ეს ძალიან არ მეყვარდა ეს ახალი წელი. უბრალოდ ასოცირდებოდა დასვენებასთან და როცა შემეყვარდა, მე რა ყველაფერი დამემართა. მეც არაფერი არ მახსოვს ბავშვობიდან, ჩემთვის განსხვავებით, რომელიც ესე იწყებს. 3 წლის რომ ვიყავი, ამას ვაკეთებდი, ანუ 3 წლის კი არა, 10 წლის წინ აღარ მახსოვს არაფერი. მაინც რა მახსოვს ძალიან ისე საყვარლად, რომ მე და დედა ვაკეთებთ ერთად გოზინახს და ეს პროცესი მომწონდა. ვეხმარებოდი გოზინახის კეთებაში, რომელიც არ მეყვარს, მაგრამ დედას ერთად რო ვაკეთებდი, ეგ მომწონდა რა. მე ყველაფერში მეყვარდა ცხვრის ჩაყოფა, აი და ეხაც მეყვარდა ეს როგორ ბედნიერი იქნებოდა ჩემი ოჯახი. ეხლა უბრალოდ ყველას ვანდობ. ნაძვის ხელში წარერები. ანუ ჩავერეოდი, მაგრამ გეუბნები რომ ნაძვის ხე მეგობრებო. Stranger Things-ის horror პერსონაჟებით. ვინც ქვემოთ არის Upside Down-ში ისინი კუმაკიდია და სხვა დროს ბევრი ვერ მოვიპოვე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიყიდე და ეხლა რატომაც გაწყდა კინდერები საერთოდ. შენ თუ ასეთი ვაიბის ნაძვის ხეებს აწყობ, მესმის რატომაც არ აწყობ სახლში ნაძვის ხეს, ცოტა ჰორორია. უბრალოდ ეხლა ესე გამო. ტრენდულია, მაგრამ ჰორორია. ანათებს ნეტა ესე ანათებს. ოჯახის ქალმა ეს არ უნდა გააკეთოს. მამაჯიმს რო კითხავ, რომ კინდერი საერთოდ არ მოვიყიდო, მაგრამ. აუ, ამას აქში. ისე ეხლა რა ასაკეთებ ხოლმე? დიდობაში. როცა უკვე შენ გეკუთვნის შენი თავი. ეხა არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ არასწორ ადამიანებთან ვურთიერთო. მაგრამ რავი, ხო, ესე ჯერ სახში და მე ვნახოთ არის სულ. მაგრამ შაშან კარგი ახალი წელი ქონდა. მე და თაკო ვიყავით პრაღაში. ჩვენს მეგობართან ერთად და იქაურ ახალ წელსაც ძლივს მივსწარეთ, იმიტომ რომ ზუსტად 2 საათი ნახევარი ვიდექით, რო ჩავფრინდით პასპორტ კონტროლზე, ბიჭი ვიდექით 2 საათი ნახევარი, იმიტომ რომ ვიღაც თაკოს გამო თაკოს გამო კი, ანუ რიგი ერთი ადამიანი მუშაობდა და ძალიან დიდი რიგი რო დადგა, ვიღაცები მოვიდნენ, რომ ეს რიგი შეემცირებინა და გვერდზე გადმოდით მეთქი და არა უხერხულიაო და მანდ-მაინც ვიდექით ვიღაც მანიაკთან, რომელიც 40 წუთი ამოწმებდა ერთ ადამიანს, ყველა გავიდა ჩვენს, მერე ვინც ჩამოფრინდა, სხვა თვითმფრინავის ხალხი ეგენიც გაუშვეს და ჩვენ კიდე ვიდექით. ეგ იყო შემთხვევითობა, იმიტომ რომ ჩვენ თვითმფრინავის რიგი იყო აქეთ და იქითკენ იყო სხვა თვითმფრინავის რიგი და უცებ გაიხსნა. ის და თაკო მეუბნება გადმოდიოდა რაღაცაერად მომერი და ეხა მესასრული მიყურებს რომ გადავიდა იქ სხვის რიგში ვხტები, ვინო შენიშნა არ მომწეს ამ წინასახელწოდნებების მოშლა არ მინდა და 13 პასპორტს დაუბრუნებ თქო და ამიტომ დავჭი სადაც ვიყავ და ყველა რიგი მალე წავიდა, მაგრამ ჩვენ რიგში ჭირდა რაღაც, განსაკუთრებით კაცებს აჩერებდა და მე რომ მივედი უკვე. აი, რაღაცა 40 წუთია დარჩენილი ხალხო, ახალ წლამდე და გვინდა რომ ცენტრალურ მოედანზე მივასწროთ, სასტუმროს დავჭივი, ანუ და ანუ აქ მიდევს პრესკარტა მოვდივარ, იმიტომ რომ სადმე რო ვიყო და უცებ გადაღება დამჭირდეს, ხალხმა არ ვკითხოს, რატომ მიგებ ბრატ, იმიტომ ვიგებ რომ რაღაცა მედიაში მუშაობდა. იქ იმ ბიჭთან მივდივარ, რომელიც კაცებს ითხრა საყოვნებს და ესე მიჭირავს. ანუ მართლა ორ წამში გამიშვა, მაგრამ იყო საშინელება, იმიტომ რომ აი მე ავტობუსის ძღოლი მეჩხუვა. ვიკითხე, რაღაცა ვიკითხე, თანხა როგორ გადავიხადოთ ხო, იმიტომ რომ არ ვიცოდი. ჩამომაგდო. Get out of here. არა, თან რაღაც შეიძლება და
და გვეჩხუბა მაგის გამო. წინდანასვლა არა, იქ ბილეთი ჩვენ რა ბილეთიც ავიღეთ, ეგ ბილეთი არ იყო იმ ეგ არ ავტობუსის იყო, ხო. ბილეთი და ანუ ხო შეიძლება მითხრა რომ ეს სხვა ავტობუსის ბილეთი არის. დაიწყო ყოფილი ჩეხურად, რა ვიცი მე ჩეხური. ხო შენს ტურისტები ეძღებათ, მაგრამ მესმის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან იქ ტურისტები და ალბათ ხელში ყავთ ამოსული. ერთი ადგილობრივის კომენტარი ვნახე, რომ ჩალზის ხით სამცხოვრებო ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ხიდია და მან ვერ გადავდივარო და მიწა შემოგვიგზიციანული, იმიტომ რომ ტურისტები ძალიან ბევრი არიანო და მე ფულს არ ხარჯავენ ის ტურისტები, მისთვის არ არიან ჯანსაღები. ხო, მაგრამ ისე აგრესიული ხალხი იყო მართლა. ერთხელ მივდივართ მე თაკო და ანა ჩვენ მეგობარი, ესე ქუჩაში გახსოვს ეგ? ეს გაშლები ვართ სამი და ვიღაც ხალი ყვირის. მუდად ეხართ ეგრეო. მე მივხვდი რომ საერთოდ მათ კულტურაა, რომ მთელი ქუჩა უნდა გადაკეტო სამი ადამიანი რო ეტავა მარტო და სამივე რო ესე ხართ გაშლები, მაგრამ მითხარი წყნარად, ხო სოფლიდან ვარ ჩამბოსული. და ერთ მაქალმა გვეჩხუბა კიდე შეიძლება არ გახსოვს ესკალატორზე. ამათ მოლში გამატარებინებს მთელი ერთი დღეისაც 4 დღით ვიყავი წასული, ტრუსის გარაფერი მეკიდია. მე რა? შენ გამოხვედი იმ მაღაზიებიდან. რა სისულელია ტრუსიკი ვიყიდე მარტო, მეტი არაფერი ვიყიდე. ტრუსიკს არ ჩუქდა 3 საათი. რამდენი ხანი იყავი, ჩუბად ეგზე. სეფორა არის სეფორა. მთელი დღე დავაკარგეთ მოლში. შენც იყიდე ჩემზე მეტი. არა, განადგურებული ვიყავი, გარეთ ვიდექი უმეტესად. კარგი, რამე ისეთი ეგ ახალი წელი კარგი იყო, მაგრამ ყველაზე გადაობა იყო ის, რომ ჩვენ ვარ ჩასულები შარშან წარმოიდგინეთ, აი რაც ხდებოდა ნოემბერში და დეკემბერში, მაგის მერე რა, ამ თავისი ფეიერვერკებით დამბებით და მოკეთ ეგეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ მაგარი ფეიერვერკია ცენტრალურ მოედანზე და ჩვენ მივუსწარით, ოღონდ მართლა 10 წუთი აკლდა 12-ს როცა მოედანზე მივედით და აუ რა მაგარია ცოტა აკუშინებულები ვართ და იწყება ეს ფეიერვერკი. ხალხი არის ჭიქით, რაღაცა შამპანიური უსხეთ, იმიტომ რომ ესეთი ტრადიცია აქვს, ოღონდ მინის, ანუ სახლიდან წამოღებულს კი არა და რაღაც მინის ის იყო რა, ერთჯერადი არა. ეს არ ეკადრებოდათ რა, რაღაცა კარგი საყვარელი სიტუაცია იყო და ამ დროს იწყება ფეიერვერკი და ჩვენ ველოდებით ფეიერვერკს რა. ანუ რომელიც რეალურად ყიდია, მაგრამ არა. ნუ აი ახალი წლის სპონჩი რა, ანუ ზუსტად ორჯერ ბუმ ბუმ და მორჩა. ის რაღაცა ხალხო ლარი და 40 საათი როგორც ხო იცით, ფეიერვერკი რომელიც არც იშლება უბრალოდ არავის. ესე რო აკეთებს, აი ეგ იყო და მორჩა. ანუ ჩვენ ეგ სახელმწიფოს გაკეთებული არც იყო, თურმე იგრძალება ხალხო ჩეხეთში ფეიერვერკის გამოყენება. მაშინ რატო წერია იმაში, რომ ეს არის კულტურის ნაწილი და ტრადიცია თუ რაღაც? ეთყობა შაშა. ამ ზოგადად ფეიერვერკთან დაკავშირებით კი ბატონო, რომ ცხოველებს ეშინიათ და მეც არ ვაფეთქებ არაფერს, მაგრამ რაღაცა ღონისძიებაზე თუ რაღაცა ეგეთზე რომ მიდიხარ რომ ფეიერვერკს ელოდები, რაღაცა ორი პუმ პუმ არ უნდა იყოს. ყურშების ხავდით იმეებს რა ქვია. და ყველაზე გადაობა ის არის რომ ახალი წლის ღამეს როცა გვინდა რომ სამე დავსხდეთ ერთი ჭიქა დავლიოთ და აღნიშნოთ და წავიდეთ და დავიწვიოთ ისე ზანთაღლები ვიყავით იმიტომ რომ დილის 8 საათიდან ჯერ ქუთაისში წადი მე პრაღაში წადი მე რიგში მდეგად იყავი მაგრამ არსად არ იყო თავისუფალი ადგილი და მაგდონალდში ვჭამეთ და დავიწვიდეთ ძაფელი იყო იგრე მაგრამ მე კარგი იყო ავინესღაურეთ მოდი წელი შევაჯამოთ და გადავიდეთ უნიშნელოვანი სტუმარზე ისეზე რომელიც ამ წელს არ ყოფილია რა აი იცი რა მაინტერესებს აი შენი წლის შოუ რა იყო და ზოგადად წელს როგორ შეაჯამებდი წლევანდელ წელს წლის შოუ ხო თუ გინდა მე დავიწყებ მაქვს წლის შოუ იმიტომ რომ გუშინ დავამთავრე ყურება ეს არის ცეცხლოვანი მეტოქეობა queer სერიალი რომელსაც ქართულად არ თარგმნიან იმიტომ რომ პირატული საიტები რომელიცაც აკრძალულია იმათ დამატებით შეშ გახვა არ უნდათ და queer თემატიკას ვერ ახმოვანებენ ეს იყო საოცარი შოუ ძალიან მაგარი დრაივი ქონდა queer სერიალი ეს კარგად გადაღებული არც არ მინახავს სახეობები იყო perfect და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები იყო მაგალითად ერთი რომელსაც გამოვყოფდი ჩემთვის იყო coming out date-ასთან რომელიც შემთხვევით მოხდა მიწულების წესით ფაქტობრივად მაგრამ მოხდა და ეს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ბიჭი რომელიც date-ასთან coming out-ს აკეთებს ბოდიშს უხდის რომ გიმალავდიო ამდენი წელიო და იმ ქალის რეაქცია იყო ძალიან საყვალო რომ პირიქითო მე მაპატიეო რომ ამდენი წელი შენ საშუალება არ მოგეცა რომ ეს ჩემთვის გეთქვაო აუ ეგ იყო ძალიან ტოპ მომენტი ჩემთვის რა აი მგონია რომ დედაშვილი თუ უყვარს ეგრე უნდა იქცეოდეს აი რაღაც სამაგალითო და თან მანამდე ჩანდა პრობლემები ამ ურთიერთობაში იმიტომ რომ ეს ორივე ბიჭი არის ჰოკეის გუნდების კაპიტნები და ძალიან მარკეტინგულად უყურებდა თავის შვილს რომ აი როლექსის საათი უნდა გეკეთოს ყველგან იმიტომ რომ ხა ეს იმპულს გვიხდიან და რიბოკი უნდა გეცვას და რაღაცეები და უცებ ძლივს როგორც გან დედა გახდა რაღაც საჭირო მომენტში და ძალიან კაი სანახავი იყო. ყველას გავუწევდი რეკომენდაციას, სუბტიტრებით შეგიძლიათ ქართულადაც ნახოთ. გასაგებია. მე წლის შოუს ალბათ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს წელი იყო ის წელი, როცა ალბათ ყველაზე ცოტა ფილმი და ყველაზე ცოტა სერიალი ვნახე. აგერ კიდევს.
ხო და ეს 31 დღეს კი პირველია უკვე და ალბათ არ დღეს მაინც არ მეკდება და ნახე ხე 31-ში ნამდვილად არ მევასკდები არ ვნახო ბოლ სერიას. არ ვიცი როგორ დამთავრდება და მე ვისაუბრებ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ მაინც ვერ ვიტყოდ წლის მთავარი შოუ. მთავარი სიახლე მაინც ალბათ ეს პოდკასტი იყო, რაც წლის განმავლობაში გაკეთდა. ჩვენ ვართ შოუ. შოუ არ ვიცი, მაგრამ აი ერთადერთი კარგ რაღაცა შეიძლება მთავარ კარგ რაღაცას თუ კარგად გაგრძელდება. ეს დავასახელო, იმიტომ რომ აი იმდენად ცუდი წელი იყო სხვა მხრივ ყველაფრით, რომ ყურადღების გადატანა სხვა რაღაცაზე არა, მაგრამ რაღაც ახლის კეთება თუ იქნებოდა გამოსავალი და ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის რაღაც სიახლე იყო საჭირო და ეს იყო და ალბათ ამ საქმეს გამოვყოფთ. თან აი რანერი წელი იყო რა როგორ დაიწყო და როგორ დამთავრდა. მე ვეძახით აიგულს. ჩვენ ბევრი წელია მედიაში ვმუშაობ და ყოველ წელს ვლაპარაკობდით, რომ აი ეს მოხდება, ანუ ჩვენ კი არ ვლაპარაკობთ, ექსპერტები ლაპარაკობდნენ, ჩვენ ამას ვაშუქებდით, რომ აი ეს მოხდება მომავალში, ეს მოხდება და ეს რაღაცა რომ წარმოვიდგოთ, რომ ეს მოხდება ყველა არის ყვავილი წელს ერთიანად ეს დიდი ბუკეტი გააკეთეს, ბუკეტი ქართლის ლარაბუდეში თაიგული და რაღაცა დაგვაჯილდოვეს უზარმაზარი რაღაცა ვარდების თაიგულით და ყველა ვარდი იყო ანახალი კანონი, ანახალი რაღაცა საშინელი ინფორმაცია, ყველაფერი იკადრეს წელს. მოკლედ, რასაც ვაჯამებდით ამდენი წელი, რომ აი ეს მოხდება, ვარაუდები რაც იყო, ცოცხლად დაგვიდეს 2025-ში და ჯოჯოხეთი იყო. ანუ აი წლის დასაწყისში თუ ვიძახდით, რომ აი ამას ვერ იკადრებენ, ამას ვერ იზამდნენ, წლის ბოლოს მივიღეთ, რომ ტროტუარზე დგომისთვის, რომ ვსხუმრობდით, რომ თქვაც ამიკრძალეთ, ანუ მოვა მე მგონი ეგ რომ თქვაც აგვიკრძალავენ, აი ეგეთი წელი იყო და მართლა ძალიან მძიმე, რთულად გადასატანი, მაგრამ არ მინდა რომ რამე კარგი რაც მოხდა, ეგ დავივიწყო რა. ეხლა ვერ ვხსენებ, მაგრამ არ ვიცი. ჩემი მეგობრის ქორწილი იყო კარგი დღე, მაგისთვის ვემზადებოდი. ჩემი დაბადების დღეც კარგი იყო, კარგად მოხსენდება. და რაღაც ეგეთი დღესასწაულები ზაფხული მე საშინელი ზაფხული მქონდა არ დამისვენია. ხო, რაღაცა, მაგრამ კარგი რაღაცებიც მოხდა, მაგრამ მთლიანად ფონი იყო იმდენად მძიმე, რომ მიჭირს ახლა მაგაზე პოზიტიურად ვისაუბრო. ეს აქ დაედება ის ვოისი. ამ წელმა ეს მიქნა და აი ზუსტად ეგ წელი იყო ეს კონკრეტული. ამაზე უარესი იმედია რომ არ იქნება 2026 წელი, თუმცა დიდი იმედები არ მაქვს რომ ბევრი საკეთილდღეო და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. შეიძლება ასტროლოგიურად დაგაიმედო. მე ხო იცი რომ ზიად ეს ასტროლოგია შემელია, მაგრამ ერთადერთი ასტროლოგი რომელიც უფრო მეცნიერულად უდგება ამ თემას და არა ესე სიყვითლით, ამბობს რომ წელსო ურანიო გადადისო მერწყულის რაღაცაშიო და მერწყული არის მედიის ბოდიში ტყუპების კომუნიკაციები იცვლება. კომუნიკაციები იცვლება და ტყუპები პირდაპირ არის ტელევიზია და მედია და თავისუფლდება წმეხისგან და მედიისთვის უნდა იყოს კარგი წელი. ჩვენ პოდკასტს მედია და იქნებ კარგი წელი გქონდეს. და კარგი წელიდან ხო ორივე მხარეს შეიძლება მედია დაუძახო პროპაგანდისტებსაც და აქეთ მხარესაც. ხო, კომუნიკაციების არხები გაიხსნება და სხვანაირი გახდება. და იმათთვის კარგი წელი არ არის, ვინც უდ რაღაცას ემსახურება. ხო, პოზიტიური ცვლილებები იქნება. ახალი კომუნიკაციის ხერხებიო, მე ესე გავიგონე თუ წავიკითხეთ რა თქვენი. გუში ველაპარაკე იმ ხალხს და კარგ დღეში ვართ თქვენო პირადადო ესე მითხარ. კონკრეტულად ტყუპებზე რაო? არ გვინდა ამაზე. გვინდა ძალიან, გთხოვთ გვინდა. კონკრეტულად ტყუპებზე მიმართეთ მას. დღეს გადავწყვიტეთ, რომ სტუმარი არ გვეყოლება და ერთმანეთისთვის დავწერეთ კითხვები და ახალ წელზე. თუმცა ბევრი ვილაპარაკეთ ისეც ახალ წელზე, მაგრამ რა ვიცი, კითხვები ზოგადად მაგაზე იქნება. ჩემი სტუმარი იქნება თაკო და მე ვიქნები მისი სტუმარი და აქ მონიშნული გვაქვს ვარდისფერი კითხვები არის ჩემი და მწვანე თამარის. ამოიღე. ყველაზე დასამახსოვრებელი საშობაო საჩუქარი. ой, ამაზე ვილაპარაკეთ. არ მილაპარაკია. ვაიმე, ძალიან საინტერესოა ის ექსტრემალური. ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი საახალწლო საჩუქარი იყო დიდი ტრაგედია. იმიტომ რომ ვყვები ახლა 2000-იანების დასაწყისზე, როცა ძალიან უჭირდა ყველა ოჯახს და ძალიან რთულად იყო ხელმისაწვდომი საშუალოზე ბევრად დაბალი ფენის ოჯახებისთვის სათამაშოები, ბავშვების რა, აი გულისხმობ ცოტა ესე სპეშალ სათამაშოების მაგალითად როგორიც არის ეგრეთ წოდებული პულტიანი მანქანა. რომელიც იყო ჩემი უცნება და ნატურა ხალხო და მაჩუქა ბაბუაჩემის და პაპი და ჩემმა ეგრეთ ზახიან ვიცი როცა შეიძლება ეს ტყუაბარა. მიწყვდა ეგეთი.
მე მყავს და ადამიანი. ძალიან მიყვარს და ეს არის რა ქვია. მაჩუქა, ოღონდ ეს პულტიანი მანქანა თან იყო ჯიპი და იყო უზარმაზარ ბორბლებზე, ანუ ყველგან მავალი. და ახალი 31-ში მაჩუქას დილას გავხსენი პირველში და საღამოს გვაქვს სუფრა სახლში და დედა ჩემი, რომელიც ბავშვი იყო ბაში ჯერ კიდე, ალბათ 25-26 წლის. დედა ჩემი და ჩემი დეიდაშვილად მეკუთვნის, მოკლედ მარაპირდა ასე ალალი დეიდაშვილი არ არის, რომელიც თითქმის მის ტოლია, თამაშობდნენ ყველა რაღაცები იყო. შექჩობანას. აი შექჩა ხო იცი? ოღონდ ესენი ერთად ჩქმედნენ ძალიან წარეთ. დედა შენ თამაშობდა უგაცრად. დედა ჩემი და ეს ერთად ამწარებდნენ, ალბურჯებდნენ ერთმანეთს არ ვიცი რატო და ამ თაკომ დედა ჩემს უჩქმიდა და მე დედა ჩემი გაიკიდა საჩქმედად უკვე მიდიოდა. არ მითხრა გაფუჭდა. ფეხი დააბიჯა ჯერ ერთმა, მერე მეორემ და ეს მანქანა იქცა ნამსხურევებად და ხალხო ეს იყო ესეთი იმედგაცრუება და ანუ ისეთი ტრავმა მივიღე, იმიტომ რომ იმ მანქანას მიღამიყის და ეხა ხალხს იმიტომ რომ ისეთ ძანძური იყო. თან ჩემ ოჯახს არ უყიდე, რომელსაც მართლა მაშინ შესაძლებლობა მაგის არ ქონდა იყიდა ახლობელმა და ანუ ეს იყო ტრაგედია ჩემთვის. აქ რამე კარგი უნდა მომეყოლა, ხო? და სამახსოვრებელი მიწერია მომენა. ეგ დამამახსოვრდა, იმიტომ რომ ეს იყო ანუ საშინელება, მართლა. აუ, თან ისე. ანუ ის მანქანა პულტის გარშე აღარ დადიოდა, აღარ არსებობდა. განადგურდა. აი მე. არ ვიცი რა გითხრა, როგორ განუგეშო. არ ვიცი, მაგრამ იმ რაღაც პატარა ლემას დღემდე ტრავმა დაქვს. თან ვერაფერი ვერ მითხრეს, აი რა უნდა ეთქვათ ეხლა რა, რომ აი ახალს გიყიდიო ვერ მითხრეს, გავაკეთებო, ვერ გააკეთებდნენ ისე დაზიანდა და უბრალოდ ეს შენ მაინც შევეგუე. ახლა ვფიქრობ, რომ ამოიღებდი მაგას არა? თან იცი რა ძალიან კაცურად დავხვდი ამ ფაქტს არ ვიტირე, მაგრამ მე მთელი ღამე თეთრად გავატენე. აუ. არ ვფიქრე რომ მეგია ძალიან ისე სტრესული, ტრავმული გამოცდილება ჩემი. შენ რა არის ეგეთი? ხოდა მე არ როგორც თქვია ის საჩუქარი ესეთი არ მახსოვს. ერთადერთი მახსოვს რომ აი დიდი რო ვიყავი შედარებით და უკვე თოლის ბაბუის აღარ მჯერო და გადავწყვიტე რომ ჩემ თავს მე უნდა ვუყიდო საჩუქარი. და ეს იყო რაღაც ფუმფულა სათამაშო ძაღლი, რომელზეც ვგიჟდებოდი. ანუ ჩემი ნაყიდი რო იყო, მაგიდო ვგიჟდებოდი თუ რა ხდებოდა? ხდებოდა. ეს შენ ფული რო ქონდა? შევაგროვე. და ვიყიდე, ძვირი არ ღირდა, მაგრამ ანუ დაახლოებით ალბათ 20 ლარამდე, მაგრამ 20 ლარი მაშინ ძალიან ბევრი იყო რა, პატარა რო ვიყავი. ბევრი რაღაც ლარად რო ბევრი რაღაც მოგდიშოდა ეგ პერიოდია რა. და ასხოთ შევს გახსოვს რო გითხარი ერთხელ ბავშვი ვცემ მეთქი, მაგას უკავშირდება. ამ სწორედ ამ დათუნეს უბრალოდ ძაღლს მიეყენა შეურაცხყოფა და მე რაც მას მოვიდა კრიმინალური ისტორია და აღარ მოყვები. ბიჭიცემე კი. ზედვიდექი ისე გამამწარა. იმიტომ შეურაცხყოფა მიიღე ის რა არის თუ რაღაცა რას ქვია რა არის ჩემი შვილია. დამპალო. ასე ფქერულად დავიწყე. ხო, აი მართლა არ მახსოვს. მახსოვს მანდარინი მარტო, რომელიც ყველგან იყო. ყველანაირ საჩუქარში რაც არ უნდა მიმეღო. ახალი წლის იმედგაცრუება. ახალი წლის იმედგაცრუება. ხო, პრინციპში ახალ წელს უკავშირდება. ერთ-ერთ ახალ წელს ვიყავი რაღაც სახელმწიფო ღონისძიებაზე ბავშვებისთვის რო კეთდება და ამ ღონისძიების ბოლოს ის იყო რა ქვია, თოვლის ბაბუა იყო და მაგასთან ერთად ვიღებდით ფოტოებს. და მე და ჩემი და რომ მივედით კალთაში ჩაგვისვა. რა თქმა უნდა. და ფოტო გადავიღეთ და დავინახე მაგ დროს რომ თოვლის ბაბუას შიგნიდან ეცვა ჯინსები. და ახალგაზრდა იყო ახლოს რომ მივედი აშკარად ვხედავდი. ამერიკელი. და სიგარეტის სუნი ქონდა. აი, ძალიან ცუდი წვერი, მოკლედ არაფერთან კავშირში არ იყო სანტა-კლაუსთან და ეგ იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება, იმიტომ რომ მაშინ მართლა მჯეროდა რომ პუტკუნა საყვარელი კაცი უნდა დამხვედროდა და დამხვდა ჩემზე ოდნავ ახალგაზრდა, ანუ უბრალოდ ალბათ 30 წლის ცოტა მეტი იქნებოდა ადამიანი. ანუ ამაზე კიდე გამომდინარე ხო, ამ გადმოსახედიდან აი გამხდარი ჯინსებიანი, კეტებიანი თოვლის ბაბუა და ფოტოც მაგ გადაღებული, სადაც ასევე ჩანს ჯინსის შარვალი, რომელიც აი ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. პატარას რაც შეიძლება რომ მოგივიდეს. შენ? აი მე მართლა მიყვარს ხალხო დღემდე ახალი წელი, ეხლაც ველოდები გიჟივით, მაგრამ სულ რაღაც ხდება რა. ერთი წელი იყო რომ ბიძა ჩემი დაიღუპა, ერთხელ საათაბაჟო გამიტეხეს, ბავშვობაში გინდა თუ ახალი. მაინც ჩემი ყველაზე ემოციურად გამანადგურებელი ახალი წელი იყო, როცა აი მოყვე, არ ვიცი, მე რა რთულია ხალხო რესპონდენტობა, სხვა რა აყოლებ მარტივია და შეროყვები ძართულია. მოგეთ ერთი ახალი წელი იყო, სადაც ჩანს იყავი. კი. ლათინა პარტი.
ვიყავი არა რომ მივედი ორი სიმღერა შესრულდა და დავიშალეთ. ძალიან დამაგვიანდა. ეგ ახალი წელი ისეთი არეულობა იყო ჩემს ტვინში, რომ ჯინ ტონიკი უნდა შემეკვეთა და ვოდკა ჯინი შევუკვეთე და გამოშტერებული აკეთებდა ბარმენი, ვოდკას ურევდა ჯინში და ეგ დავლიე, იმიტომ რომ პული იყო გადახდილი. მე რაც მოხდა გადათლინგზე. მოკლედ მან არ იყო ის ფაქტი თვითონ, მაგრამ თვითონ ეგეთ ფაქტია, რომ ვიღაცასთან ვიყავი relationship-ში, ესეთ მიყვარდა მოკლედ რა, მე მგონი რომ იმასაც ვუყვარდი და ახალ წლის ღამეს თავის ყოფილთან მიღალატა და მე ორი თვე ჩუმად იმასთანაც იყო და ჩემთანაც სამაგ ურთიერთობაში თუ ორბაგ ურთიერთობაში და ეგ გავიგე მე ჩემს დაბადების დღეზე. ხო, მაგრამ ეგ იყო ძალიან შეურაცხყოფელი ფაქტი ჩემთვის. იმ დღეს ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ჩვენ ვიყავით და მისი საჩუქრით დავდიოდი მთელი საღამო და ბოლოს არ გამოჩნდა და მაგაზე იმ დღეს ახლა ძალიან ბევრი ვინერვული თქვა, იმიტომ რომ ჩემთვის მივიძ მეც გართობის უფლება და მეთქი მე მივხედავ დამპალს, მაგრამ ეგ რო გავიგე, მე ძალიან დამაგრებელი იყო და მაინც ახალ წელთან ეგ ასოცირდება ჩემთვის. ცუდი ისტორია თუ უნდა იყოს და იმენ გამოცრუებელი ეგ არის. დან. მაგრამ ამის გამო უარყოფის ის არ მაქვს, რა ქვია, კომპლექსი, იმიტომ რომ კომპლექსი მანამდეც გქონდა, როცა მამა ჯება მიბატო. ბავშვობიდან ამიტომ ვერაფერი ვერ დამიშავა ფაქტმა. რანაირი ის არის? წლის ახალწლო და ბედნიერი ის არის. ხო, მე ერთხელ ბათუმში შევხვდი ახალწელს და იქიც კარგი იყო. ბათუმში მაშინ თოვდა. აუ რა კარგია. და ძალიან ზღვა და თოვლი და რაც ძალიან კარგი იყო. ხო. თოვლი ერთ-ერთხელ მახსოვს თბილისში და ისიც ლამაზი იყო ხო, მაგრამ აუ ბავშვობაში თოვდა ხოლმე. სანადირო იარაღი მაგ დღეებს და ხარი დავიზიანე. ანუ საშინელი ახალი წლები მყავდა. სანადირო. ოლულიანი უზარმაზარი. ფეირვერკი არის რო და რაღაცები. სანადირო ტოპი. მე მონადირების ოჯახში ვარ დაბადებული, ხო მეტყობა. ახალი წელი, რომელიც არ გინდა რომ გახსოვდეს თაკოთავიდან მანამ. ანუ ერთადერთი ისეთი დავწერე და ყველაზე მაგას ყვება. კარგი, ჩემი ახალი წელი რომელიც ანუ მეც სხვა ნეგატიური კითხვა არ მქონია. შენ ყვები ყველაფერზე ნეგატიურად. იმიტომ რომ პოზიტიურ რაღაცებს ადამიანი რთულად იმახსოვრებს. ალბათ, ჩემი ადამიანი ყოველ შემთხვევაში. ჩემი ყველაზე როგორი იყო? რო არ გინდა რომ გახსოვდეს. მოყევი. ეგ უკვე მოვყევი, მაგრამ კიდე მაგ მოზაყოლი. აი მერტო. ახალი წელი რომელიც არ მინდა რომ ახსოვდეს არის ძალიან ჩემი ჰორორ ახალი წელი. როცა ახალი წლის ღამეს დააკაკუნა მეკლემ და ამ სიტყვის მეშინოდა. და ეს მეკლე ხო იყო მე პატარა ვიყავი ალბათ 4-5 წლის. ეს მეკლე იყო გადაცმული, აიცი რა თქვა სანტა კლაუს არ გავდა, მაგრამ რაღაცა ეგეთში რა რაღაც წვერები ქონდა მიმაგრებული და კუსტარული. რო დავინახე ანუ მე მქონდა ეგეთი უცნაური შიში, უცხო კაცების მეშონდა ბავშვობაში, იმიტომ რომ მამამ ჩემს არ ვიცნობ, მაგრამ კი ვიცი ვიცარი, მაგრამ ბავშვიდან კონტაქტი არ მქონია, იმიტომ რომ იყო ციხეში და ჩემმა ტვინმა შექმნა ეგეთი ილუზია, რომ ოდესმე რომ გამოვიდო და წამიყვანდა დედასგან და მეშინოდა, ოღონდ ეს მართლა არავის არ უთქვა, ჩემით გადაწყვეტე და ყველა კაცი განსაკუთრებით რომელსაც ხან დიდი წვერები მეგონა მამა ჩემი და მეკლე მოვიდა, რომ დაიწახეს და გავიხედე და ეს ვიღაც წვერებიანი დავინახე, ვაიმე. ვაიმე, ძალიან ცუდი ახალწლო ისტორიები მაქვს. მეგონა რომ ეს მეკლე იყო ბაბაჩები და დავიწყე ბღავილი. ბიშველეთ. ანუ მე მეგონა რომ რაღაც ახალ ისეთი პოზიტიური ეპიზოდი იქნებოდა. რანაირ? ზოგადად. ხო. და არ გამოვიდა. იცი გზაში გადაწყდა რომ ესე მოხდა. ხო იცი რომ მეც ვიდოდა. თამაში აირჩე ფილმი. თაკო ერჩევს თავის ფავორიტ საახალწლო ფილმს. კურჩხი ბედინერი თუ მარტო სახლში? მარტო სახლში. მარტო სახლში თუ ცუდი სანტა? მარტო სახლში. მარტო სახლში თუ რაც ყველაზე ძალიან გიყვარს? აუ მიყვარს ეგ ერთ-ერთი ჩემი აზრით საახალწლო თემაზე შექმნილი კარგი ქართული ფილმია თანამედროვე, მაგრამ მარტო სახლში. მარტო სახლში თუ კლაუსი ოღონდ ანიმაცია? მარტო სახლში. მარტო სახლში თუ კრამპუსი? მარტო სახლში. თუმცა კრამპუსი ჰორორებში ერთ-ერთი ჩემს ძალიან ტოპ. მე ახალწელს ჰორორი არ მინდა, შენ როგორც შენ ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მარტო სახლში თუ ელფი? მარტო სახლში. მარტო სახლში თუ რეალური სიყვარული? აუ მიყვარს, მაგრამ მარტო სახლში. მარტო სახლში თუ ჰოლიდეი? ჰოლიდეი. მეც ვგიჟდები. ჰოლიდეი თუ სანტა კლაუსი ოღონდ ფილმი ამჯერად? ჰოლიდეი. ჰოლიდეი თუ პოლარული ექსპრესი? ჰოლიდეი. ჰოლიდეი თუ ჰარი პოტერი? დილა გაიარე ამ ხაზე. ჰოლიდეი. ხატობ? საახალწლო ეგ ვჩვენია. ჰოლიდეი თუ A Christmas Carol? კი, ჰოლიდეი. ჰოლიდეი თუ ადამიანი რომელმაც გამოიგონა შობა? ჰოლიდეი.
Holiday თუ საშობაო ქრონიკები. Holiday. Holiday თუ ირონიას უძბი. როგორ მეზიზღება, ვაიმე. მეც. ეგრე ფილმი მეზიზღებოდეს, აი, არ ვიცი რა, ან ბოშობაში ეს ყველა რუსული ფილმი კი მეზიზღებოდა ერთნაირად, მაგრამ აი ეგ განსაკუთრებით რაღაც მისჯილი რო იყო, რომ უეჭველი უნდა ყოფილიყო ტელევიზორში და ყველა რო ელოდებოდა თუ რაღაც აი რა ან რა რო იწყებოდა ისტორია. მახსოვს ფრაზე რომ აი დაიწყო რუსული ფილმები კარგია. ანუ ესე და მხოლოდ ჩარჩენილი როდის აი, ნახეს რა კარგი არის რუსული მასში ფილმი, კარგი- ცხოვრებაში არ ნახოს კარგი რუსული ან ფილმი. თვითონ ფილმი რაზე არის, რომ ანუ ყველა ქალაქში იმდენად ერთნაირი რაღაცები ხდებოდა, ერთნაირი სახლები იყო, რომ ადამიანს ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ერევა თან თორალს, ისეთი მთორალია, რომ სახსო ვერ მიაგნო და ვიღაცას ან დებილობა ფუმეზიზღება. Holiday. Holiday თუ Scrooge საშობაო სიმღერა. Holiday. Holiday თუ Bridget Jones-ი. გიждები ბრიჯიტზე, მაგრამ Holiday. ვაიმე არა, Bridget-ზე მე უფრო, მაგრამ ისე შობასთან არ ვიცი. Holiday თუ ეს მშვენიერი ცხოვრება. Holiday. Holiday თუ კოშმარი შობის წინა დღეს. Holiday. Holiday თუ კერკეტი კაკალი. Holiday. Holiday თუ Grinch-ი. Grinch. კი, Grinch-მა მოიგო. Grinch-ების პოდკასტია. როგორც ხედავთ. საშობაო ზეიმი. ქონია საშობაო ზეიმი, იქნებოდა ახლა სადღაც. ან შენ ქონია, ან შენ მიხვედი. სკოლის ზეიმი. სკოლის ბაღის. კი. იქ რაღა დაგემართა. შეიძლება ეს მოყოლილი მაქვს შენთვის ნამდვილად პოდკასტში არ მახსოვს, მაგრამ ერთადერთხელ მოვასწარი ბაღში ზეიმი. აუ, ფოთოლი რო იყავი? არა, საყვარელ ფოთოს რა უჭერს. როცა, იმიტომ რომ 5 წელი შევედი, თითქმის 5 წელი შევედი ბაღში და ბოლოს ზეიმი მომიწია და კი დავამთავრე ეს ბაღიც და მოკლედ დაიდგა უზარმაზარი წარმოდგენა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის რაღაც საქართველოს დამოუკიდებლობას ეხებოდა რა, იქ რაღაცა ტირალი დედა იყო აკუნით და რაღაცეები და სრულიად ამოვარდნილი 5 წლის ბავშვის საშინელება და ახალ წელსთან. ხო, და ჩემი ერთ-ერთი როლი მახსოვს, ანუ რამდენიმე როლი გქონდა, მაგრამ ერთი მახსოვს გამორჩეულად, იმიტომ რომ საერთოდ დამწინეს. მოკლედ რაღაც ბაშიაჩუკის სიმღერაა. გამახსენდა ჩუკი. ბაშიაჩუკის სიმღერაა და მე მოვდივარ წინ, ანუ მე უნდა შემოვუწყვე წინ ბაშიაჩუკს და ჩემი როლი არის ესე და ფეხებს შორის მაქვს გაჩლილი რაღაც, არ ვიცი, რომელსაც აქვს ცხენის თავი და მე ვიყავი ბაშიაჩუკის ცხენი. მხედარი ხო არ იყავი უბრალოდ. ბოლოს ვდგებოდი მუხლებს და ბაშიაჩუკი ჩემზე იჯდა. ანუ ეს იყო ჩემი საახალწლო ზეიმი. ბაღში მე ხო ძალიან იშვიათად დავდიოდი 6 თვეში ერთხელ და რა თქმა უნდა იმ მონაწილეობას ვერ მივიღებდი, მაგრამ სტუმრის სტატუსით ვიყავი. მისული მახსოვს თოვლის ბაბუა და თოჯინების თეატრი. მეგონი ბავშვებს არ იღებდნენ მონაწილეობას. რაღაც სხვა ზეიმზე ხო არ მეშლება. მაგრამ მე მახსოვს ერთი დეიდაჩემა წამეყვანა სამსახურში ხდებოდა რა, მოკლედ ეს ბავშვებისთვის ზეიმი და დეიდა მოშოდა თეატრში. არა, თეატრში არა. ეხლა მაშინ იყო რაღაც კავშირგაბმულობა რაღაც ეგეთი. მეორე დეიდაზე ვიძახნიაზე. მაგან წამეყვანა და ანუ სანტა-კლაუსი ელოდებოდა ყველა და კლოუნი დაგვხვდა იქ. ძალიან სასაცილო ადამიანი იყო, რომელმაც ძალიან გაგვართო ან თოვლის ბაბუას ეგრე არასდროს არ გაუურთივა, როგორც იმ სანტა-კლაუსს, რომელსაც რაღაც სახელი ერქვა და ეხლა ვერაფრით ვერ ვიხსენებ. მე ეგეთი ზეიმი მეორე არ მახსოვს. ძალიან გავერთი, ანუ ყველა ბავშვი გაერთო, საჩუქრები იყო, ჩართულები ვიყავთ რაღაც ეგეთი ანიმატორივით იყო რაღაცა და ძალიან კარგად დამახსოვრდა და სხვა შორის თეატრებში და რაღაც საშობაო სიმღერებზე და ოპერა არ მახსოვს ახალ წელს, მაგრამ ეს სპექტაკლები ბევრი მახსოვს და ეგეც კარგად მახსენდება. ახ კლოუნი ვახსენ გამახსენ ცირკი, სადაც ასევე ტრაგიკული ისტორია მაქვს. ჩემი ტრაგიკული ისტორია ის არის, რომ ისე რომ ნაძვის ხის უკან მოშეკი. ნაძვის ხის ცირკში ვიყავი, რომელიც არის წრიული და რა ვიცი, ყველს გონია რომ ეს წრიული რო არის, ყველას უნდა ეკონტაქტონ. ვიჯექი თურმე უკან მხარეს, ანუ ყველა ვინც გამოდიოდა ზურგით იდგა ჩემ. ანუ ლომიც კი ზურგით მედგა, იმის მერე მეზიზღება, მე უფრო რაციონალურად შევიზიზღე, მაგრამ მაშინაც შემზიზღდა. სხვა შორის ცირკთან მაქვს ერთი უსაყვარლესი ფოტო გადაღებული მე ჩემთან და ჩემს ერთ ნათესავს. მარტო ეგ ფოტო მახსოვს, და ეგ მახსოვს, რომ მეფარებოდა ნაძვის ხე. შენ იმას მაინც ხედავდი ლომის ზურგს. მე ნაძვის ხედავდი მარტო. ლომის პროჭში თუ არ იყურე ესე? არა, ბავშვების ის მაინც მაგარია ხარტელი. ალბათ. მითხარი შენი სახალწლო სურვილი შენთვის, ჩემთვის და ქვეყნისთვის.
ჩემი სახალხო სურვილი, ჩემთვის, შენთვის, ქვეყნისთვის და ყველასთვის. ცალ-ცალკე. ჩემთვის. ცალ-ცალკე. ანუ არ გავერთიანო ეს. არა, იმიტომ რომ ყოფითი იყოს ცოტა. მაშინ ჩემთვის სახალხო სურვილი იქნება, რომ იქნებ რაღაცნაირად ჩემ თავში ვიპოვო ძალა. რომ ეს წელი იყოს ჩემი წელი. ანუ ჩემ თავს დაუთმო ბევრი დრო. და მოვუარო. რასაც არ ვაკეთებ ბევრი წელია ჩემი აზრით. ანუ რაღაც სურვილები მაქვს, რომ ამას გავაკეთებ და ეს ვიცი რომ კარგი იქნება ჩემთვის სამომავლოდ, მაგრამ არასდროს არაფერი არ დავიწყე. და იქნებ წელს მაინც შევძლო ეგ. თუმცა არ ვიცი რამდენად გავაკეთებ, იმიტომ რომ იმდენად გარემოსთან ვარ დაკავშირებული, რომ რთულია. უბრალოდ ყოველ წელს ეგეთი რთულია და იქნებ მოდესმე დადგეს ის წელი, როცა აღარ იქნება რთული. რთული. და რამე ვიცი ცოტა ფიზიკური? მატერიალური? მატერიალური. ესე იგი ერთი მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი და იმედია რომ კარგად ჩაივლის და სახალისო იქნება, იმედია რა დაწუნებული ეგრე იქნება. და ჩემს დაბადების დღეზე მინდოდა სადღაც წასვლა და იქნებ ეგ გამომივიდეს. ეგეც კარგი იქნებოდა. და ასევე ჩემი მეგობარი ლაშას ნახვა მინდა წელს აუცილებლად დავპირდი და შევუსრულებ. დიდი იმედი მაქვს მაგის. ჩემთვის, ანუ შენთვის ხო? მე მინდა რომ შენ სულიერი სიმშვიდე იპოვო წელს ლევანი. და ფული. ფული ეგ ჩემთვისაც მინდა. ფული და სულიერი სიმშვიდე და ჯანმრთელობა. არის ჯანმრთელობა კაი. მიჩვეული ხარ. ჯანმრთელობა და მიჩვეული ხარ. და ქვეყნისთვის მინდა, არ მინდა რომ ძალიან ზღაპრული გამოვიდეს. მაგრამ ქვეყანაში მინდა რომ ადამიანებს ქონდეთ შესაძლებლობა რომ არ ეშინოდეთ. და საკუთარ განწყობლებებში იყვნენ ძალიან თამამები. რომ აი ამას რო გავაკეთებ, მე იმდენად შეცდომების დაშვების უფლება ქონდეთ, შესაძლებლობა ქონდეთ, რომ აი ერთი ფეხის გადაბრუნებით მათი ცხოვრება არ მთავრდებოდეს. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ქვეყნებში ადამიანები აძლევენ თავს მაგის უფლებას. და ისეთი სისტემა არის, რომ ან მოგივლის რა, მაგის თქმა მინდა. აი ეგეთი ქვეყანა მინდა ჩემი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ნუ იმიტომ რომ მოქალაქეებისგან შედგება ქვეყანა და ესე ტერიტორია არ არის. თამაში ბლიც ინტერვიუ. თამაში არის ეგეთი, რომ შენ უნდა გაგრძელო ჩემი დაწყებული წინადადება. პირველი. ახალი წელი ჩემთვის არის, ანუ შენთვის. იმედი რომ რაღაც ახალი უკეთესი დაიწყება. ამ წელმა მასწავლა რომ ის რაზეც ფიქრობდი რომ ეს შეუძლებელია რომ ასე იყოს, შესაძლებელია. კოცებო მადლობა ამისთვის. ყველაზე რთული ამ წელს იყო წნეხი, ძალიან წნეხში ვგრძნობდი თავს. ყველაზე სასიამოვნო მომენტი. ყველაზე სასიამოვნო მომენტი, ვიცი რომ შეიძლება უცნაურია და გულწრფელი არ გონივართ, მაგრამ აი ის აქციებისაც ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე და რო იგრძნობა რომ ქვეყნის უმეტესობა სწორად ფიქრობს და მარტო არ ხარ. მომავალ წელს მინდა ნაკლები პოლიტპატიმარი ქვეყანაში. მომავალ წელს მინდა მეტი გართობა, გულწრფელი ჭირდება. წელს პირველად მივხვდი რომ არის სიტუაციები, რომელსაც მარტო უნდა გავუმკლავდე და სხვას არ უნდა სთხოვო, ანუ არ უნდა ელოდო სხვისგან მაგაში მხარდაჭერას. ახლა ყველაზე მეტად მადლობელი ვარ. ჩემი თავის ვარ ძალიან მადლობელი მართლა და ჩემის, მაგრამ ჩემ თავს გამოვყოფდი ამჯერად, იმიტომ რომ დედაზე სუვიძახდი. წელს დავკარგე, მაგრამ მივიღე. წელს დავკარგე ძალიან ბევრი დრო, მაგრამ სანაცვლოდ მივიღე პროდუქტი პოდკასტის სახით. საკუთარ თავს ვპირდები, რომ ვერაფერს ვერ ვპირდები ჩემ თავს და ძალიან გული მწყდება მაგაზე, იმიტომ რომ არასტაბილურ გარემოში ვცხოვრობ, მაგრამ ვპირდები რომ ვეცდები უფრო მეტად მიყვარდეს. ეს წელი რომ იყოს ფილმი, რომელი იქნებოდა? რას დაარქმევდი? გასული? ხო, 2025. აიმე, შიმშილის თამაშებს. 2026-ში ყველაზე მეტად რის იმედი გაქვს? ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ჩემს პროფესიასთან ავტომატურად და ამიტომ შესაბამისად დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და იმედი მაქვს რომ ქვეყანაში რაღაცა ღირსეული, სტაბილური სიტუაცია დადგება იმისთვის, რომ თავი ადამიანად ვიგრძნო და არა მონად არა, აი ცხოველად. პროდუქტად, რომელსაც ისე მოიქცემიან, როგორც მათ მოუნდებათ, რომ მოექცნენ. ყველაზე დიდი შიში რა იქნება მომავალ წელს? ეს იმაშინია იქით წელს, რომ არაფერი შეიცვლება.
უკეთესობისკენ. ამ პოდკასტისთვის რა გინდა მომავალში? რესურსი, რომ მოხალისეობრივი საქმე გადაიქცეს შემოსავლიან საქმედ. თუ გულწრფელი ვიქნები და ისე რავი წარმატება ხვალ ვიბარაღებად. ოკეი, პატარა თაკოდით სცენაზე. გაცრავოთ? აქ უნდა ამოვიყვანო ფოტო. სადაც ჩანს პატარა თაკოდით სცენაზე. ეგ ძალიან სასწაულო ისტორია. და კიდე ერთი ფოტო, სადაც ჩანს პატარა თაკო ბუჩქებში. აქ და დექი ლამაზად იქნები. ეგეთი ფოტო. მე მართლა ლამაზად ვიყავი, მაგრამ ჩერნობილში რომ იცი მაგონდა საოცარ. მან დიყო რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად სადღაც დიდი აუდიტორიის წინაშე გამოვდიოდი და მაგ კონკრეტული ღონისძიებიდან რაც მახსოვს არის ის რომ სცენაზე რომ გავედი ეს სცენა ძალიან დიდი იყო ჩემთვის იმ წუთას მაგრამ აი ვერაფერს ვერ ხედავდი იმიტომ რომ ეს განათება პირდაპირ თვალებში მირტყავდა და თავი რაც თავი ლექსი ნერვილობ არა მე მოუწოდე ნუ გეჩინია ლექსი უნდა წამეკითხა რაღაც უგრძესი არ მთავრდებოდა ლექსი მაგრამ ეგ არაფერი არ დამავიწყდა როგორც მასწავლეს ისე კი წავიკითხე მაგრამ მან მთელი გადაობა რა არის იცი რომ გამომაცხადეს და წარმატგინეს თქოს რომ აი პირველად იღებს მონაწილეობას რაღაც ესეთში. მე მარტო პირველი გავიგე, დანარჩენი არაფერი არ გამიგია, იმიტომ რომ ყურები მქონდა დაგუბებული ნერვულობისგან და ასე შემდეგ და რო ჩამოვედი, ვიცახდი რომ მე პირველ ადგილზე გავედი მეთქი კონკურსის მე მგონი საერთოდ არ იყო ეგ. აი მარტო სიტყვა პირველი გავიგე და მე პირველ ადგილზე გავედი და ასე პოზიციონირებდი სახლში მისულით. მე სცენის მტვერი არ გაიყონოსე და არ მოგინდა რომ სულ სცენაზე ყოფილიყავი. არა. ძალიან ვინერვული რა სცენა. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე რაიმე public სფეროში ვიქნებოდი. ეხა აქ რამდენი განათებაც გითხავს დარწმუნებული ვარ იმ 90-იანების სცენაზე არ იქნებოდა. ხო, ალბათ არ იყო, მაგრამ გეუბნები ძალიან შეშინებული ვიყავი. თან ჩემს წინ ხალხი მღეროდა, ცეკვავდა და არასდროს აღარ მომიწია ჯერ რიგმა და დიდხანს ვიყავი კულისებში. კულისებზე ჩემი ისტორია მოყვე. აი ხლართე. არა, ძალიან სასიაულო. ძლივს რაღაც სასიაულო გამასა. ოღონდ ახალ წელს არ ეხება. მოკლედ ცხონებული თამარ სხეტლაძე ალბათ გახსოვს. თიჯები უსამძიმრო ადამიანებს. რომელიც მართლა იყო გენიალური მსახიობი და უსაყვარლესი ქალბატონი და მეგონი 80-ან 90 წლის იუბილე აქვს და მოკლედ ძალიან ცუდი სიტყვა, მაგრამ რაღაც საზოგადოებამ თამარ სხეტლაძის ასაკით ისარგებლა და დააგოიმეს რა, გაუკეთეს საიუბილეო საღამოყოდ. ეს არ იყო თეატრალური წრე, დაახლოებით რა გიხსნათ, აი გიორგი მასხულიას უცნაური ცალკე ბომონდ სასტავი რო არის, მაგათმა გაუკეთეს ეს, არ ვიცოდით არც ტელევიზიებმა და ვართ მისულები რაღაცა უცნაურ სცენაზე, უცნაურ თეატრში, სადაც დაწურვა სპექტაკლები არ ეთქვა, იმიტომ რომ თეატრი არ იყო, უბრალოდ სცენა იყო. სადაც აი მთელი ეს რაღაცა შმაროთინაშვილები და ვიღაცები არიან, ეგ კონკრეტული არ მახსოვს, მაგრამ ეგეთი ხალხია, დაახლოებით რომ მიხვდეს მაყურებელი და წამყვანი არის ძალიან უცნაური კაცი, რომელიც დგას ქუსლიან ჩექმებზე და არის ძალიან როხროხა. და მე ვარ მისული რომ უბრალოდ უნდა ავიღო 10 კადრი როსის თამარი, ქალბატონი თამარი, რომელსაც იუბილე აქვს, რომ მე მეორე დღეს გავიდეს ნიუსი, რომ აი საიუბილეო საღამო გაიმართა. და უნდა ჩავწეროთ ან ქალბატონი თამარი და ღონისძიება გაგრძელდა 6 საათი თუ რაღაცა რომ უნდა ყოფილიყო საათ ნახევარი, მაგრამ აი 1000 დომხალი მოხდა და გაიწელა და ანუ მე მეჩქარება და იქებ შესვენება სადმე იყოს რომ მეთქი შევალთ ხელისებ ქალბატონი თამაში ჩავწერო რომ გავიქცეთ ხედავ რომ კიდე სხვა გადაღება მაქვს და ეს უცნაური კაკუნა კაცი გამოდის კულისებში და ამას ვეუბნები რომ მეთქი აიქნებ რა მომიხერხო რომ პატარა შესვენება გამოაცხადო ქალბატონმა თამარმა ამოისუნთქოს ეს ქალია ცუდად არის 6 საათი ზის ტაღში და რაღაც საშინელ სიმღერებს ასმენინებენ და კიდე ლექსებს და რაღაცებს და ეხავე მოგიგვარებთო და ამ გადაღებაზე ვარ ოპერატორთან ერთად ეხა არ ვიტყვი გვარს მაინც დავიცავების ინტერესებს მაგრამ არის უსასაცილო ეს ქუთაისელი ჩემი უსაყვარლესი ოპერატორი იმ დროინდელი და ეს კაცი გადის მოკლედ სცენაზე და აცხადებს ანუ ხალხთან დგას სცენას და აცხადებს და შემდეგი ნომერი ახლა სცენაზე გამოვლენ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ოპერატორი და პირდაპირ თქვენ თანდასწრებით აიღებენ ინტერვიუს ქალბატონ თამარ სხირტლაძესთან ტაში ანუ ხალხო და მე ამ დროს ვარ ჩუმად ვუყურებ ამ ჩემს ოპერატორს და ის მიყურებს და ეს ხო არა ქუთაისური აქცენტ აი ძალიან სასაცილო იყო რა თქმა უნდა არ გავედით და ის სცენაზე დგას და უკვე ოფლიას ხავს და გვანიშნებს არ გამოვალთ მეგობრებო მოკლედ
დავასრულეთ ჩვენი სახელმწიფო ეპიზოდი, რომელიც თაკოს უნდა რომ ძალიან მხიარული ყოფილიყო, მე ჩემს გონებაში მინდოდა რომ გულწრფელი ყოფილიყო, მეგონი ცოტათი მხიარულიც იყო და ცოტათი გულწრფელი, ცოტა ჩვენ თავი გაგაცანეთ, იმიტომ რომ სულ წამყვანის ამპლუაში ვხედავს და გვინდოდა რომ ჩვენზეც ცოტა ინფორმაცია გქონოდათ ვინ ვართ, აი და მოვეხეტეთ რა ჭანდაბა გვინდა, ესენი ვინღა არიან, ეს სიკვდილები აქ რატო ის ეს და ასე შემდეგ. და მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ერთი ეპიზოდი მაინც გავს ჩვენ ნანახი და Google შემატკივრობთ და ის ადამიანებიც, ვინც გვაკრიტიკებთ, ოღონდ რაღაცა ცენზურის და ლოგიკის ფარგლებში, იმიტომ რომ იყო ბევრი რაღაც, რაც თქვენი დახმარებით გავაუმჯობესეთ ჩემი აზრით. და მომავალშიც იმედია რომ გავითვალისწინებთ. არა, იმედია რა გავითვალისწინებთ, მაგრამ როგორც გამოიკვეთა, რესურსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოდკასტი გაგრძელდეს. როგორც ფიზიკური, ისე ჩვენი რესურსიც, ადამიანური რესურსიც გაგვაჩნია, რომელიც შეიძლება რომ ამაიწუროს. ხო, თქვენ ერთსაც უყურებთ, მაგრამ ამას რამდენიმე დღიანი შრომა ჭირდება ხოლმე და იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით, მე მგონი კი შევხვდებით, რაღაც პერიოდი მინიმუმ შევხვდებით. მომაკვირას არ ვიცი, მაგრამ შევხვდებით. თქვენ კარგად იყავით, ბედნიერ ახალ წელს დაესწარით და იმედი მაქვს, რომ იქით აწელს ყველა თქვენი სურვილი ასრულდება და კიდევ ერთხელ მადლობა რომ გვიყურეთ. სამშობლო